პოლიტიკური არასტაბილურობა, სამუშაო ძალის დეფიციტი და ლარის მერყევი გაცვლითი კურსი. აი ამ კვლევაში ეს სამი ძირითადი საკითხია გამოყოფილი, თუმცა მხოლოდ ეს არ არის კიდევ სხვა საკითხები, რასაც შევეხებით, მაგრამ როგორ ფიქრობთ, აი ეს სამი საკვანძო საკითხი აღწერს თუ არა იმას, თუ რა ვითარება ზოგადად საქართველოს ეკონომიკაში და როგორია ახლა ეს მდგომარეობა? აღწერს მის ერთ მხარეს, მაგრამ მდგომარეობა გაცილებით უარესია, ვიდრე თუნდაც ის სამი არასტაბილურობა, რომელიც არის გამოყოფილი. ზოგადად აი ამ მოხსენების მთავარი, ასე ვთქვათ, სიტყვა არის არასტაბილურობა. პოლიტიკური არასტაბილურობა, ფინანსური არასტაბილურობა, რაც ხა წაიკითხეთ, ეს არის ლარის არასტაბილურობა, რომელიც მუდმივ რყევაშია და გარდა ამისა არასტაბილურობა, თუნდაც იმ კუთხით, რომ ქვეყნის რეზერვები კატასტროფულ მდგომარეობაშია. მხოლოდ მიმდინარე წელს 800 მილიონი დოლარის საგარეო ვალი უნდა გაისტუმროს. ისე მკითხავთ აქვე, ბარემ, რა ვიცით ამ რეზერვებზე რეალურად? ინფორმაცია რამდენად სრული გვაქვს? რამდენი გაიყიდა დახურულ პლატფორმებზე თუ ღია პლატფორმებზე საბოლოო ჯამში და რამდენია დარჩენილი? თებერვალზე თუ არის საუბარი, ეს არ გაყიდულა, ასე ვთქვათ, თებერვლის თვეში, მაგრამ უცნაური ის არის, რომ ყველას ეგონა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი კლება წარმოუდგენელია, რომ 202 მილიონი დოლარით იკლო ჩვენი ქვეყნის უცხოური ვალუტის რეზერვებმა. როდესაც მხოლოდ საგარეო ვალის გასტუმრებისათვის წელიწადში 800 მილიონით შემცირდება, 800 მილიონი ოდენობის სახელმწიფო ვალს ვისტუმრებთ. აქედან 90%-ზე მეტი არის მთავრობის ვალი, სხვადასხვა ორგანიზაციებისადმი, ქვეყნებისადმი, საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი, ასევე ბონდები არის გამოშვებული 500 მილიონი და მის პროცენტს ფარავდა ასე შემდეგ და მცირე შედარებით თუნდა დიდია, 350 მილიონზე მეტია ეროვნული ბანკის ვალი, რომელიც ასე ვთქვათ, ნაწილს და პროცენტსაც ფარავთ. ეს არის 800 მილიონი. სადღაც წელიწადში 70 მილიონის თვეში საგარეო ვალი უნდა გაისტუმროს. ჩვენ ვნახეთ, რომ იანვარში და თებერვალში 150 მილიონი დოლარის საგარეო ვალი იქნა გასტუმრებული, მაგრამ 202 საიდან და ეროვნული ბანკი აი ეს არის მთელი უცნაურობა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა თქვა, რომ არ გაგვიყიდია ჩვენ დოლარებიო, თუ ამბობ, რომ არ გაგიყიდია, რატომ გვალოდინებ 25 მარტამდე და ეს დაგვიანებული ინფორმაციის საკითხია და ამას დროს აიღებს ახლა, როდესაც შეუძლია მას მანამდე თქვა. ანუ იმის თქმა მინდა, რომ ლარის არასტაბილურობა, რომელიც სამომავლოდ მცირეოდენი საგარეო რყევების შემდეგ შეიძლება ფაქტობრივად ჩამოიშალოს რეზერვების არასებობის პირობებში, დღეს ქვეყნის ძალიან ზუსტად არის ამ კვლევაში ეს ინდიკატორი ლარი ამ შემთხვევაში შეიძლება ვიღაცას ეგონოს, რომ მე ლარი ხომ გაუფასურებულა, ხო ისე გამყარებული და შემდეგ, მაგრამ აქ სხვა რეალობა ლარი საერთაშორისო იზოლაციის პირობებში. ერთია ლარი, როდესაც მილიარდებით შემოდიოდა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, კრედიტები, გრანტები, საბიუჯეტო დაფინანსება, შეღავათიანი შესხები, ასეულ მილიონობით ფული ამერიკისა და ევროკავშირისაგან და ევროკავშირის ქვეყნებისაგან, რომლებმაც ყველამ განაცხადა, რომ არაფერი არ შემოვა. ამერიკის დახმარება შეცდა, გრანტები შეცდა, ბიუჯეტში გრანტები არ არის, გარდა 59 მილიონისა სადღაც ეს. ბატონ რომან. ხო, მოდით და მესამე არასტაბილურობა და მეორე, ასე ვთქვათ, პოლიტიკური არასტაბილურობა, ფინანსური არასტაბილურობა და ეს კატასტროფული სურათი რაც არის, ქვეყანა იცლება. სამუშაო ძალის დეფიციტი, რომელიც ღრმავდება ყოველ წელიწადს. აი რომ იცოდეს ჩვენ მოქალაქემ, ჩვენ ვკარგავთ ერთ დიდ ქალაქს, რომელიც მრავალი წლით, 10 თუ 20 წლით მიდის და გადაიქცევა ემიგრანტად. მაგალითად, 2021 წელს გასწასულებსა და დაბუნებულებს შორის, ანუ მიდიან ახალგაზრდები, მიდის სწორედ ის, რაც აქ არის აღნიშნული, სამუშაო ძალის აქტიური ნაწილი. მიდიან სოციალურად დაუცველები, 99% ეს ხალხი სამწუხაროდ ევროკავშირში თუ ამერიკაში, რომელიც სადღაც მექსიკიდან გადადის, არის უუფლებო და ასე ვთქვათ, არალეგალი და არალეგალის ბედი აბსოლუტურად სხვა არის სამუშაო შოვნის კუთხით და მათი შემდეგ უფლებების კუთხით. 2000 სალდო წასულებისა და დაბუნებულებს შორის სხვაობა საქართველოს მოქალაქეებისა. 2021 წელს 40,000-ში დარჩა ემიგრანტად და ხანგრძლივი, ასე ვთქვათ, სამწუხაროდ უცხოეთში ცხოვრება ემუქრება, ასე ვთქვათ, ეს ერთი ქალაქია, გორზე დიდია. 2022 წელს 46,000, 2023 წელს 72,000. ლამის ერთი ქუთაისი
დავკარგეთ არის მზარდი ერთ ტენდენცია. წელიწადში 2024-ში ამაზე მეტი იქნება, თუმცა სტატისტიკა იქნება ზაფხულში, ესეც უცნაურია საზღვრის კვეთის სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე დგება ეს მიგრაციის სალდო და რატომღაც ამას ასაედუმლოებენ და ზაფხულში გვეტყია. ეს რას იწევს? ერთია რომ ეს არის ტრაგედია, ქვეყანა იცვლება მისი მრავალი კონტექსტით და ვინც მიდის იმას აუცილებლად აქ ვიღაც სხვა ჩაანაცვლებს, ნედან სამუშაო ძალის დეფიციტია და კვალიფიციური სამუშაო ძალა საქართველოში არ არსებობს. ამ ანგარიშს ქვია საქართველოში ბიზნეს გარემოს მდგომარეობა. და რასაც თქვენ ამბობთ, 200 კომპანიას დაახლოებით ესაუბრდნენ აი კვლევის მომზადების დროს და ეს კომპანიები ყველანი აღნიშნავენ, რომ სწორედ ეს სამუშაო ძალის დეფიციტი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა ბიზნესისთვის. ბიზნესის მდგომარეობა როგორია? მთლიანად აი ამ ეკონომიკურ სურათში, რომელსაც ახლა თქვენ ხატავთ, კონკრეტულად ეს კომპანიები, რომელთაც სულ ყველას აქვს ურთიერთობები ევროკავშირთან, საქმიანი ურთიერთობები. რა მდგომარეობაში აღმოჩნდა აი ამ ყველანაირი არასტაბილურობის პირობებში ბიზნესი? სამუშაო ძალის დეფიციტი განხილულია სხვადასხვა კუთხით, მათ შორის ბიზნესისათვის ხარჯების ზრდით. აი რას ნიშნავს, რომ შენ არ აკავს სპეციალისტი. ანუ მიდიან ადამიანები, რომლებსაც აქვს კვალიფიკაცია. მუშები, რომლებიც მუშაობენ არამხოლოდ მშენებლობაზე, ან თუნდაც მშენებლობაზე, არამედ სხვადასხვა სფეროში წავიდნენ და მიდიან ინჟინრები, მიდიან საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტები, მიდიან ექიმები და შეიძლება იქ ექიმად არ მუშაობენ, ან ექნებად არ მუშაობენ და მაღაზიებში მუშაობენ, ან ოჯახებს უვლიან და ორი კვალიფიციური მუშახელი იქ არაკვალიფიციური შრომით არიან დაკავებულები. პროფესორი მიდის და იქ მანქანა ტაქსზე მუშაობს ან მშენებლობაზე მუშაობს. ანუ აქ ფაქტობრივად არ აქვს სპეციალისტები და ამ კვლევაში არის დაჩვენები, რომ აქ ინვესტიციების შემოსვლა, აქ ისეთი კაპიტალის ასე ვთქვათ დაბანდება, რომელიც კვალიფიცირებულ და განათლებულ ან კარგი ხელოსანს, კარგი ხელობის მქონე ადამიანს აჭიროებს, მისი ბაზარი აქ არ არის. ანუ შრომის სამუშაო ძალის დეფიციტი იქნება. რა თქმა უნდა, ქვეყანა ყოველთვის ვითარდება, მშპ იზრდება, აქ კი არა, სომალიშიც იზრდება და ავღანეთშიც გაიზრდება და ბუნებრივია მზარდ მშპ-ს მშენებლობა ყოველთვის იქნება, რაღაცები ყოველთვის სულაც რომ სტაგნაცია იყოს ქვეყანაში, მაგრამ როდესაც ყოველწლიურად სამამულო ასე ვთქვათ სამუშაო ძალა მიდის, ახალგაზრდები მიდიან 20-30 წლის წასულები ბრუნდებიან, თორემ ეს სალდო სამუშაო ძალის კუთხით კიდევ უფრო ასე ვთქვათ მძიმეა და აქ ორი პრობლემა, აქ რაღაც სფეროში ვიღაცა ჩაანაცვლებს. ეს რა თქმა უნდა იქნებიან აზიიდან. აი მაგათაც დღეს გვირაბებს ვინ აკეთებს, გუდაურში გვირაბი რომ შენდება, აგერ რკინიგზის გვირაბი ჩინელებს გყავთ, გუდაურის შემოსასვლელი გზა, სადაც 9 კილომეტრიანი გვირაბია, ჩინელები მუშაობენ, აგერ რიკოტზე ახლა მშენებლობები აქ კახეთში იწყება, ყველგან ჩინური კომპანიებია და ბუნებრივია ადრე თუ გვიან ბიზნესი გახდება, ასე ვთქვათ, მიგრაციის გულშემატკივარი. ანუ უცხოელი რომ შემოვიდეს, ამას ლობი გაუჩნდება. იმიტომ რომ სჭირდება კვალიფიციური მუშახელი. ბატონ რომან, ჩვენი საუბარი დასასრულს უახლოვდება, მაგრამ აი შეჯამების სახით მაინც მინდა დაგისვათ ეს შეკითხვა. მთელი ამ სურათის გათვალისწინებით, შეგიძლიათ დღეს თქვათ, რომ საქართველოში არის უკვე ეკონომიკური კრიზისი, ან უახლოვდება ის ეკონომიკური კრიზისი, თუ კი არ გადაიჭრა პოლიტიკური არასტაბილურობის საკითხი. ცოტა სხვანაირად შეიძლება ითქვას. ეს საქართველო არ არის ის საქართველო, რაც ამ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 30-35 წლის განმავლობაში მეგობრობის მხარდაჭერით არსებობდა. დაწყებული 90-იან წლებში შიმშილით რო არ მომკვდარიყო ხალხი 30,000 ტონა ხორბალს კანადაში ყიდულობდა ამერიკა და ყოველ წელს ჩუქნიდა ნატურით, ფულით, გრანტებით, ლარის ჩამოსაყალიბებლად ეროვნული ბანკის რეზერვები სავალუტო ფონდმა მოგვცა და ლარის სავალუტო ფონდმა შეგვიქმნა. ყავდა მეგობრები. და დღეს არ არსებობს ინვესტიცია საქართველოში, ნებისმიერი გზა, ან ნებისმიერი რამე რაც კი აშენებულა 95%-ზე მეტი ეს არის დასავლური ინვესტიციები. საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები, ცალკეული სახელმწიფოები, დასავლური კომპანიები დღეს ხვარეალობა. დღეს კრიზისზე კი არ არის საქმე, მომავალში უმეგობროდ პოლიტიკური ასე ვთქვათ ხარდამჭერის გარეშე იზოლაციაში ჩავარდნილი ქვეყანა, პოლიტიკური, ფინანსური და ეკონომიკური იზოლაცია. ქვეყანა, რომლის პირველ პირებს არავინ ესალმება.
დიქტატორული სახელმწიფოა თურქმენეთი. ავტორიტარული რეჟიმია ყირგიზეთში, ყაზახეთში და ცოტა სხვადასხვა რეჟიმებია. დიქტატორული სახელმწიფოს მინისტრს და პრემიერ-მინისტრს და თავმჯდომარე პრეზიდენტს შეუძლია ლატვიაში ჩავიდეს, ლიტვაში, ესტონეთში. ევროპის კარი დიქტატორული რეჟიმებისთვისაც კი არაა ჩაკეტილი და საქართველოს ის გამონაკლისია, რომელიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატია და მის მაღალ ჩინოსებს ევროპაში არ უშევენ. ასეთი იყო ტრაექტორია იზოლაციის პირობებში ქვეყანა ჩავარდება უმძიმეს ვითარებაში და საუბედუროდ ეს დასკვნა მომავალ წლისათვის აბსოლუტურად სხვა შენაერთიც იქნება. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო. ამას შეცვლა უნდა და შეცვლის გზა ვიცით რა, უნდა შეიცვალოს ხელისუფლება.